პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს შეხვედრას სახელმწიფო კანცელარიასთან, რომელიც დასრულებულია რამდენადაც და ბიზნესმენები აკეთებენ პირველად შეფასებებს. თემურ ჭყონია გამოვიდა სახელმწიფო კანცელარიიდან და მას მოусმინეთ. გაინტერესებს პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. თემა არ ყოფილა. ამიტომ არც არავის დაუსვეს, ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი. რა გამოწვევი? გამოწვევი საინტერესო იყო, რომ როგორ გავახმოვრო არ ვიცი, იმის შეიძლება ხერხულია, მაგრამ ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა. ხო, აი ვიცოდით, მაგრამ ეხლა ხდება მათი შემცირება. საინტერესო იყო, ცუდი არ იყო. კრიზისიდან გამოსავლის გზებზე თუ გითხრათ ბატონო თემურ რამე არა, ესეთი თემა პროგრამული თემები არ ყოფილა. თუმცა ხედავთ კრიზისდა კრიზისი, იმიტომ რომ დღეს მეუბნებიან ბიზნესმენები, რომ კრიზისი არ არის ეკონომიკური ქვეყანაში. მიგეუბნება. აი ბიზნესმენების ნაწილი თქვენამდე ვინც გამოვიდა და თქვენ როგორ ფიქრობთ ეკონომიკური კრიზისი არის დღეს ქვეყანაში? ეკონომიკური კრიზისი მთელ მსოფლიოში არის. არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ქონდეს ან ეკონომიკური ან სოციალური ესეთი ქვეყნები არ არსებობს. საფოთხეში არ არის ეგეთი რამ. როგორ შეიძლება თქვა რომ ქვეყანაში არ არსებობს კრიზისი? ყველგან არის. გაარჩენ როგორ დაარქმევ, კრიზისს დაარქმევ, პრობლემას და ირაკლი კობახიძე რაში ხედავს? შრომა, ცოდნა, დისციპლინა და ესე შემდეგ. მე რას რა ვიცი. მაგდანას ურჯას არ უშრომი ამდენი, ბატონო? პროდუქტიული როგორ? არა, პროდუქტიულობის, არა, მოდი ესე განვიხილოთ, პროდუქტიულ. შეხვედრა იყო ესე როგორ თქვათ, რომ მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს უნდა რომ ბიზნესმენების წინაშე გამოეხადა, პირველ რიგში გადავიხადა სათვალთვალოს პირველად, რაც ჩემი თავი მახსოვს გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შეფასებაში, კარგი იყო. განარჩენი ისეთი, აი თქვენას გაინტერესებს რომ რაღაცა სკანდალი მოხდეს, მაგრამ არ ყოფილა. კითხვებზე პასუხები მიიღეთ, აი რა ტიპის კითხვებიც ქონდა? ცოტა კითხვები იყო სხვადასხვა. პრეზენტაცია შემოგთავაზა სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით, რაიმე მთავრობის გეგმა. არა, ეგრეთ რამე არ ყოფილა. გეგმები არის, საუბრები იყო. მე ერთამ მგონია რომ ესეთი შეხვედრებზე, გეგმებზე, პრეზენტაციებზე, სტრატეგიებზე არ საუბრობენ რა. ასაუბრება იყო რა. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი აუდიენცია მთავრობის ხელმძღვანელთან, რომელიც პრინციპში ქვეყნის ეკონომიკას განსაზღვრავს და სხვადასხვა როგორი მნიშვნელობა ასეთი აუდიენცია არა, ესე შეხვედრა და აუდიენცია არ ყოფილა. რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ბიზნეს ასეთი კომუნიკაცია. მოტივაციას. ბიზნეს აძლევს მოტივაციას, მეტი არაფერი. მოტივაცია ბატონო თემურ, მაგალითად ხაზარაძე ჯაფარიძის საკითხი ხო არ დაუყენებია ვინმეს ან თქვენ? არ და მე მე გეტყვით რომ ხაზარაძე მამუგაზდა ხარ მიყოლ გარებიკო მამუგაზდა ბადი ჩემი მეგობრები არიან და გამიცდი ძალიან ამ თემას. ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ფორმას გააჩნია სად უნდა ილაბარო ამ თემის გარშემო. ეს ფორმატი არ ყოფილა დღეს. დიდი მადლობა. ეს იყო თემურ ჭყონიას კომენტარი. ვიდრე თემურ ჭყონია დატოვებდა სახელმწიფო კანცელარიას, იქამდე ირაკლი კვერღელიძე დატოვა ეს შეხვედრა. როგორც ჩანს, ბიზნესმენები გამოდიან თანდათან სახელმწიფო კანცელარიიდან. ჩვენ დამატებით კომენტარებს პირდაპირ ეთერში კიდევ შემოგთავაზებთ. ირაკლი კვერღელიძემ ასევე აღნიშნა, რომ იყო სამუშაო შეხვედრა და თითქმის ყველა მიმართულებით იყო საუბარი, რაც მისი ბიზნესის დეველოპმენტის მიმართულებით გეგმებს უკავშირდება და როგორც მან განაცხადა ჟურნალისტებთან, წახალისების მექანიზმები იყო განხილული, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომ დეველოპმენტის მიმართულებით მათ ინვესტიციები განახორციელონ. სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრა ოფიციალურად 5 საათზე იყო ჩანიშნული, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ბიზნესის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. ამ შეხვედრას კომენტარების მიხედვით რამდენადაც მოვისმინეთ, ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრიც. მოგვიანებით ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან გამართოს პრესკონფერენცია, დეტალებს ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვით და საქმის კურსში ჩაგაყენებთ იმ სიახლეებზე, რაც კონკრეტულად ამ შეხვედრას უკავშირდება. მათ შორის გაგიზიარებთ სხვა ბიზნესმენების შეფასებებსაც, რომლებიც მედიასთან გაჩერდებიან ამ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ და ისაუბრებენ შეხვედრის მიმართულებებზე და დეტალებზე. ანუკა ჯოხაძე და
მათიკო ნატმელაძე იმყოფებიან სახელმწიფო კანცელარიასთან და მათ მიუბრუნდებით მოგვიანებით საქმის კურსის პირდაპირ ეთერში. ბიზნესთან შეხვედრამდე მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერმა დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის წევრებთან გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით უმაღლესი განათლების რეფორმების კონცეფციასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა სხდომაზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს. ეს დოკუმენტი შემდგომი სრულყოფის მიზნით დარგის სპეციალისტებთან, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილება, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტი ფართო საზოგადოებას უნდა წარედგინოს. უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, აღნიშნული არის ოფიციალურ რელიზში და იქვე მითითებულია, რომ ეს კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწვევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას. პრემიერ-მინისტრის მოლოდინია, რომ კონცეფციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი და შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ. მიმდინარე კონცეფციის ფარგლებში განხილული არის ის საკითხები, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში საბოლოოდ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა დგას, მოახდენს მის ორიენტირებას და მის შესაბამისობას ბაზრის მოთხოვნებთან და რა თქმა უნდა ორიენტირებული იქნება ხარისხის გაზრდასთან, რაც დაკავშირებული არის აგრეთვე იმ სოციალური პაკეტების ღირსეულ უზრუნველყოფასთან აკადემიური პერსონალისთვის, რაც არსებითად მნიშვნელოვანი არის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სასწავლო პროცესში. შესაბამისად, კომისია შეჯერდა იმ დოკუმენტზე, რომელიც წარდგენილი იქნა პრემიერ-მინისტრის მიერ და უახლოესი კვირების განმავლობაში განხორციელდება შეხვედრები, როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე დარგის სპეციალისტების, ასევე უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან, რის შემდეგაც უკვე საბოლოო შეჯერებული დოკუმენტი ფართე საზოგადოებას წარედგინება. საქართველოში უცხოელის დასაქმების შესაძლებლობა იზღუდება. ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო შრომითი მიგრაციის კანონშიც ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დასაქმებისათვის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ. მთავრობა განუსაზღვრავს ამა თუ იმ სექტორში ბიზნესს შეიძლება თუ არა უცხოელის დასაქმება. გამკაცრდა ბინადრობის მოპოვების უფლებაც. მათ ერთწლიანი საბუთის მისაღებად მინიმუმ $150,000 ღირებულების ქონება უნდა ჰქონდეთ. რა რისკებს ხედავს ბიზნესი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების რეგულირებაში და რამდენად პასუხობს შრომის ბაზრის გამოწვევებს ეს სიახლე? ელენე გოგობერაშვილის სიუჟეტში გიყვებით. ქართულმა ოცნებამ უცხოელებისთვის საქართველოში ცხოვრების, ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოპოვებისთვის პირობები გაამკაცრა. უკვე ძალაშია შრომითი მიგრაციის კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ. მთავრობა კი თავად განუსაზღვრავს ბიზნესს შეიძლება თუ არა უცხოელის დასაქმება. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ეგიდით ოცნება უცხოელების დასაქმებას ამკაცრებს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და არის პროფესიები, სადაც ძირითადად სწორედ უცხოელები არიან დასაქმებულები. ბიზნესი ამბობს, რომ მაგალითად სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ასეთი არაერთი პოზიციაა, სადაც ბაზარზე კადრების სიმცირის ან დაბალი კვალიფიკაციის გამო ბიზნესი იძულებულია სამუშაო ძალა უცხოეთიდან ჩამოიყვანოს. სასტუმრობის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი მაია წერეთელი შრომითი მიგრაციის რეგულირებას ემხრობა, თუმცა თვლის, რომ მსგავსი ცვლილებები კერძო სექტორთან კოორდინაციით უნდა გატარდეს. ტურიზმის მიმართულებით გვაქვს გარკვეული პოზიციები, სადაც უცხოელების ჩართულობა ჩვენთვის თითქმის გარდაუვალია. რა იგულისხმება? კერძო ტექნიკურ პოზიციებზე, მაგალითად, ნომრების მართვის სისტემა მოიცავს ისეთი ტიპის ტექნოლოგიებს და ისეთი ტიპის დანადგარებს, რომლებთანაც სამწუხაროდ ადგილობრივ ბაზარზე მომზადებული კადრები ერთი რო რაოდენობრივად არ ყოფნის და მეორე მათი მომზადების დონე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაუძღვენ ასეთი ტიპის ტექნოლოგიებს. ცხადია, საუბარია ისეთ ძვირადღირებულ დანადგარებზე, რომლებთან პატარა შეცდომის დაშვებამაც კი $900,000 და მილიონამდე ზარალზე შეიძლება გაიყვანოს ესა თუ ის ინვესტორი. ამიტომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემას გვაძლევდეს, თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არ გვინდა გარკვეული ტიპის პროფესიებზე უცხოელი კადრების მოზიდვა, მაშინ განათლების სფერო უნდა გვთავაზობდეს ისეთ მზა კადრებს, რომლებიც მათ ჩანაცვლებას შეძლებდა.
იმ პირობებში, როცა ქართული ოცნების მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყანაში უცხოელების დასაქმება რთულდება, კერძო სექტორში ისმის კითხვა, მზად არის თუ არა ქვეყანა თავად შეავსოს ის საკადრო დეფიციტი, რაც აქამდეც არსებობდა და რაც შესაძლოა უცხოელების დასაქმების შეზღუდვით გაღრმავდეს. რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ არ არსებობს ინდუსტრია ქვეყანაში, სადაც უცხოელები არ არიან დასაქმებული. განსაკუთრებით ასეთი ტექნოლოგიური სფერო, ჯანდაცვა, ტურიზმი და სამშენებლო ბიზნესია. იქ სადაც მაგალითად ვამბობთ, რომ უნდა დარეგულირდეს მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებიდან მომსახურე პერსონალი, უნდა გქონდეს კითხვაზე პასუხიც. ყოფნის თუ არა მაშინ მოთხოვნას ადგილობრივი სამუშაო ძალა. ინტელექტუალური სამუშაოებისთვის ისედაც დეფიციტი არსებობდა და როგორ მოვახერხებთ მაგალითად მაღალ კონკურენტულ გარემოში იმ საჭირო ცოდნის შემოყვანას და გავრცელებას და განვითარებას, რაც ბიზნესს სჭირდება. ყველა საუბრობს ხელოვნური ინტელექტის განვითარება ათვისებაზე. აქ ძალიან დეფიციტური ცოდნა გვაქვს, ცოტა ისეთი ადამიანი, ვინც ეს ტექნოლოგია იცის, ქმნის, ან მეგა მონაცემებზე მუშაობს. აი აქ სამუშაოა მაგალითად როგორ უნდა მოხდეს და საიდან უნდა მოხდეს ცოდნის შემოყვანაც და გაზიარებაც. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის განათლების სისტემა უნდა პასუხობდეს შრომის ბაზრის და ბიზნესის საჭიროებებს. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი კი ამბობს, რომ კერძო საჯარო პარტნიორობას გადამწყვეტი როლი აქვს ადამიანური კაპიტალის მომზადებაში. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ გავხსნათ დასაქმების ცენტრები ისეთ რეგიონებში, სადაც ნაკლებია დასაქმება და წავიყვანოთ ადამიანები სამუშაოც თავისივე ქვეყანაში, როგორც ზღვისპირეთში ან ასე შემდეგ. მაგრამ ამას ეს ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ამას, რომ განათლების სფერო აგვარებდეს. ფაქტიურად ვალდებული ვართ სამი სხვადასხვა ბიზნესი გქონდეს იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი მივიღოთ. პროფესიული განათლება ვერ განვითარდება კერძო სექტორის გარეშე და კერძო სექტორს ვერ ეყოლება მოთხოვნადი კადრები, საჭირო უნარების მქონე კადრები, თუ თავად არ ჩაერთო ამ პროცესში და თავად არ მიაწოდა ინფორმაცია და რაღაცა დოზით პასუხისმგებლობა არ აიღო თვითონ აი ამ კადრების მომზადებაზე. მოთხოვნადი კადრების გადინებას და ჩამოყვანაც ბუნებრივი პროცესი არის, თუმცა ჩვენ თუ გვინდა რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი კადრების დასაქმებას, შესაძლებელი არის თუ დღეს სჭირდება ეს კადრი, ჩამოვიყვანოთ დროებით ვიღაც ტიპის კადრი, მაგრამ ამასობაში აი ამ ჩართულობით განათლების სისტემაში მოვამზადოთ, გამოვზარდოთ კადრები და უკვე შევქმნათ ადგილზე ადამიანური კაპიტალი. შობითი მიგრაციის შესახებ კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მხოლოდ 2022-23 წლებში საქართველოში 239,324 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა. მაღალი ალბათობით ქვეყანაში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მიგრანტია. თუმცა შრომის ბაზარზე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 42,000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული. ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ლინიატის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით IT სფეროში უცხოელებისათვის ბინადრობის ნებართვის შემოღება სწორი ნაბიჯია. გიორგი ციკულია ამბობს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო საერთაშორისო IT კომპანიებს უცხოელი სპეციალისტების შენარჩუნება უჭირდათ. შედეგად, მისი თქმით, ბევრმა სპეციალისტმა საქართველო უკვე დატოვა. მისი შეფასებით IT სექტორში ბინადრობის ნებართვის შემოღება ქვეყანაში IT სპეციალისტების მოზიდვას და დარგის განვითარებას ხელშეუწყობს. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში არსებულ ბინადრობის ნებართვების სახეების ჩამონათვალს IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა დაემატა. რადგან ძალიან ბევრი მათგანი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იყო კომპანიებისთვის, მათ ხალხის შენარჩუნება და ქვეყანაში დატოვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობდა. ბევრი წავიდა, ბევრმა რაღაც გააგრძელა საკუთარი კარიერა სხვა ქვეყნებში, სხვა კომპანიებში და შესაბამისად ამ შიში მოქმედებდა იმაზე, თუ აი რას ვაკეთებთ ხვალ, ხო? ან რამდენად ძალოვადიანი არის ჩვენი ყოფნა აქ და თუ არის, მაშინ რამდენად დიდი ინვესტიციას ჩვენ ვდებთ ამ ქვეყანაში. და ნუ მეგონია რომ აი ამ კანონმდებლობით ამ კითხვაზე პასუხი გავეცით, რომ კომპანიებს აქვთ საშუალება, რომ არა მარტო ადგილობრივ ალანს და ადგილობრივი კადრი დაიქირავონ, არამედ შეინარჩუნონ ის ხალხი და ან პირიქით სხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად ის ხალხი, ვისაც შეიძლება კარგად ესმით ინდუსტრიის გარკვეული საქმიანობა და მათი გამოცდილება მე უკვე ადგილობრივმა კადრებმა გამოიყენონ ამ ცოდნის ამაღლებისთვის.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებით 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 10 მილიარდ 600 მილიონი ლარის გადასახადებით შეივსო, ამ გეგმით განსაზღვრული 10.9 მილიარდ ლართან შედარებით 1%-იანი მატებით. ანკარაშის მიხედვით გაზრდილი არის ყველა გადასახადის მობილიზება, გარდა მოგების გადასახადისა, რომლის სახითაც მიმდინარე წელს 6 თვეში მხოლოდ მილიარდ 450 მილიონი ლარის აკრეფა მოხდა. ნაცვლად მილიარდ 550 მილიონი ლარისა, რაც გეგმასთან 100 მილიარდი ლარის, ანუ 9%-ის ჩამორჩენა. კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისი ცვლილება ასეთ სურათს გვაძლევს. დღეს გადასახადის 3 მილიარდ 800 მილიონი ლარი, ზრდა წლეურად 7%-ია, საშემოსავლო გადასახადის 3 მილიარდ 700 მილიონი ლარი, წლეული ზრდა 13%, მოგების გადასახადი მილიარდ 450 მილიონი ლარი და კლება 16%-იანი წლეურად, აქციზე მილიარდ 180 მილიონი ლარი და უცვლელია ეს მონაცემი. 2025 წლის განმავლობაში მთავრობა საერთო ჯამში 21 მილიარდ 900 მილიონი ლარის გადასახადების მობილიზებას გეგმავს. ეს წინა წელთან შედარებით მილიარდ 700 მილიონი ლარით, ანუ 8.3%-ით მეტია. ამ წლის საბიუჯეტო შესრულება 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ეფუძნება. არსებული მდგომარეობით 5 თვეში რეალური ზრდა 8.8% იყო, თუმცა მატება ბიუჯეტის შესრულებაზე პირდაპირ არ აისახა, რადგან წელს ზოგადად ძირითადად განპირობებული არის ზრდა IT სექტორის ბრუნვის მკვეთრი მატებით, რომელიც თავის მხრივ სპეციალური საშაღავათო პირობებით იბეგრება და მასში არსებული მატება პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მეორე კვარტალში თბილისის სასტუმროებში დატვირთულობა წლიურად 6-8%-ით არის გაზრდილი, თუმცა ჯერჯერობით პირველი კვარტლის ჩავარდნა ვერ დაკომპენსირდა, ამბობს სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელი. შალვა ალავერდაშვილის თქმით, ივნისის თვე კარგი დატვირთულობით მიდიოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე თვის მეორე ნახევარში ბევრი ჯავშანი გაუქმდა. სასტუმროების ფედერაციაში მთავარ გამოწვევად ევროპელი ტურისტები სიმცირეს ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს მიმართულება გარკვეულწილად აზიელი ტურისტების ხარჯზე კომპენსირდება, თუმცა ალავერდაშვილის თქმით, რადგან ვიზიტორების ეს სეგმენტი ნაკლებად მხარჯულ უნარიანია, დედაქალაქში კი განთავსების ობიექტების მიწოდება გაზრდილია, სასტუმროებში ფასების კლების ტენდენციაა. პირველი 3 თვის ჩამორჩენას ეხლა რაღაცა 8-9% გაგვაქვს დარჩენილი, იმიტომ რომ აპრილი, მაისი და ივნისის პირველ ნახევარში ჰქონდა თითქმის 15%-ამდე და სხვადასხვა მიმართულებით 10%-ამდე დაიყო აპრილი, მაისი, ივნისის პირველ ნახევარში. ჩვენ და სამწუხაროდ მერე შემდგომ გლობალურ პროცესებიდან გამომდინარე ომმა საკმაოდ ხელი შეგუშალა და საკმაოდ ბევრი ჯავშნები გაუქმდა და გადაიდო და ეხლა თანდათანობით ხდება ამ ჯავშნების აღდგენა და გამოყენება ამ პერიოდისთვის. ამ ეტაპზე წლიური ვარ -8, -10%, ბოლო 3 თვის წლებში ვარ +5%. ასეთი დემპინგი მიმდინარეობს და პირდაპირ ვიზახი თბილისში ხო ამ წუთში 10,000 ოთახით მეტი გვაქვს, ვინმე გვირდება შესაბამისად კონკურენციიდან გამომდინარე, ფასები შემცირება მიმდინარეობს და ფასები იგი არის მაღლა ვერ მიდის. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების ერთ-ერთ მიზეზად პრემიერ-მინისტრი კორუფციის შემცირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ასახელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით გაძლიერდება კონკრეტული ინსტიტუტები, რომ კორუფცია აღიკვეთოს. ამბობს, რომ ამ მიმართულებით ეფექტიანობის დეპარტამენტის სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული მიმართულების გააქტიურება გეგმაში. ფოთის სპორტის გავლით 6500 ტონა ქართული სპილენძის კონცენტრანტი ევროპის მიმართულებით გადაიტვირთა. APM ტერმინალს ფოთის ინფორმაციით გადაზიდვა ტერმინალ ასევე ალიანსთან პარტნიორობით განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომა მაქსიმალურად მკაცრი იქნება. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო ესთეტიკური მომსახურების სექტორში შეპესე კლინიკა ჰელსი და კომპანიას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის დარღვევის აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით 4 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივ და ნაწილობრივ იქნება შეზღუდული.
საქართველოს ჩინეთს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა და გაფორმებაა დაგეგმილი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პეკინში გამართულ საქართველოს ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ამ შეთანხმების განახლებაზე პირველი კონსულტაცია გაიმართა. მისი ინფორმაციით შეთანხმების მოდერნიზაცია შესაძლოა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით მოხდეს. ამასთან მხარეებმა მუშაობა დაიწყეს ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე დაშვების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკების დასრულება წლის ბოლომდეა დაგეგმილი. როგორ ვაჭრობთ ჩინეთთან ამ დროისათვის? რა ძირითადი პროდუქტებია ორი ქვეყნისთვის საინტერესო ერთმანეთისგან და როგორ გამოიყურება ჩინეთისა და საქართველოს ვაჭრობის ბალანსი? ანუკა ჯოხაძემ გადახედა სტატისტიკურ მონაცემებს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებიდან 7 წლის თავზე საქართველოს ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლება სურთ. მხარეები ელიან, რომ შეთანხმებაში ცვლილებები სავაჭრო ბარიერებს შეამცირებს და თანამშრომლობის მექანიზმებში მოქნილობას უზრუნველყოფს. სტრატეგიული პარტნიორის რანგში აყვანილი ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის გახდა და გასულ წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში $1.9 მილიარდიანი ბრუნვით სავაჭრო პარტნიორების მეოთხე პოზიციაზე იყო, თუმცა ძირითადად მაინც იმპორტის ხარჯზე. შარშან ჩინეთიდან საქართველოს $1.6 მილიონი პროდუქცია იყიდა და ექსპორტზე $303 მილიონი გაიტანა. ჩინეთთან ვაჭრობა მზარდია 2025 წლის დასაწყისშიც. 2025 წლის 5 თვეში საქართველოს ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ $800,378,000 შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით თითქმის $158 მილიონი, ანუ 21,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს ჩინეთში ექსპორტზე $133,300,000 ღირებულების ნაწარმი გაიტანა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს 17%-ით აღემატება. ყველაზე დიდი ღირებულებით საქართველოსთან ჩინეთში ძვირფასი ლითონები გადის, რამაც მხოლოდ მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყანას $100,098,000 შემოსავალი მოუტანა. საქართველოსთან ჩინეთში ექსპორტირებული ნაწარმის ხუთეულში მეორე ადგილზეა მედიცინაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომელთა ექსპორტმაც $10,156,000 შეადგინა. საქართველოსთან ჩინეთში $8,112,000 ქართული სანელებლებიც გაიგზავნა, რომელსაც ქართული ღვინო მოსდევს. 2025 წლის 5 თვეში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტიდან $4,360,000 შემოსავალი მივიღეთ. რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით ფოლადის ნაწარმი შემოდის, რაც ჩინეთის ინდუსტრიულ წარმოებას უკავშირდება. ამ პროდუქტის იმპორტში წელს საქართველოს $28 მილიონი გადაიხადა. იმპორტის სტატისტიკაში მეორე ადგილს ჰაერის კონდიციონერები იკავებს, რაც საქართველოს $20,317,000 დაუჯდა. მესამე ადგილზე $21,818,000 იმპორტით საბურავებია, ხოლო მეოთხე ადგილზე გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკების იმპორტი, რაშიც $19,382,000 დავხარჯეთ. ჩინური ავტომობილების იმპორტი საიმპორტო საქონლის ხუთეულში 2025 წლის იანვარ-მაისის ჯამური მონაცემების მიხედვით ვერ ხვდება, თუმცა ამ პერიოდში ჩინეთიდან საქართველოს $16 მილიონზე მეტი ღირებულების ავტომობილები შეიზღიდა, ხოლო $13,885,000 სატვირთოებში გადაიხადა. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლიდან მოქმედებს, რის საფუძველზეც ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისგან, ხოლო ქართულ სერვისსა და პროდუქციას $1,400 მილიონიან ბაზარზე წვდომა აქვს. უბრუნდებით ინგოროყვას 7 ნომერს, სადაც სახელმწიფო კანცელარიაში 5 საათზე პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან. ანუკა ჯოხაძე უნდა შემოგვიერთდეს საქმის კურსის პირდაპირ ეთერში. ანუკა, ჩვენ მოვისმინეთ თემურ ჭყონიას განცხადება, ასევე ვიდრე ის მედიასთან ისაუბრა ირაკლი კვერღელიძემაც, როგორი არის ბიზნესისგან მიღებული ინფორმაცია, რას ეძღვნებოდა ეს შეხვედრა, რა საკითხები იყო განხილული და როგორი არის ბიზნესის შთაბეჭდილება, რა შეგიძლია რომ გაგვიზიარო?
ანა, მოგესალმები. ბიზნესთან შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და როგორც შენახსენე ჩვენ მოვისმინეთ თემურ ჭყონიას შეფასება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესის ძირითადმა ნაწილმა მთავრობის კანცელარია კომენტარის გარეშე დატოვა, თუმცა იმ ბიზნესებმა, რომლებმაც შეძლეს, ასე ვთქვათ, შეფასების გაკეთება, ამბობენ, რომ შეხვედრაზე იყო განხილული გამოწვევები და ასევე ინიციატივები, რომელიც ირაკლი კობახიძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. უფრო კონკრეტულად თუ რა გამოწვევებზე იყო საუბარი, ასე ვთქვათ, კერძო სექტორი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ინიციატივებს შორის, მათ შორის არის სახელმწიფო აპარატში დასაქმებული ადამიანების ოპტიმიზაციის საკითხი და ასევე კონკრეტული ბიზნეს სუბიექტები ამბობენ, რომ მათ შორის მაგალითად დეველოპმენტის და უძრავი ქონების მიმართულებით, სწორედ ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ იგეგმება გარკვეულწილად წამახალისებელი მექანიზმების ამოქმედებას, თუმცა როგორ და რა სახით ამაზე კვერღელიძე დამატებით კომენტარს არ აკეთებს. ზოგადად ბიზნეს გარემოზე იყო საუბარი და იყო პრემიერმა გაგვაცნო ეკონომიკური მდგომარეობა და სიახლეები და ასევე ბიზნესაც ჰქონდა საშუალება რომ კითხვები დაეცა. საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რომელზედაც გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან აზრები, საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც მახარებს და სასიამოვნოა და მიხარია ის, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დაზედაც ახალისებაზე ვისაუბროთ. ინიციატივები იყო თითქმის პრაქტიკულად ყველა ძალიან ბევრ სეგმენტში, იყო ჯანდაცვის სექტორშიც, დეველოპმენტის სექტორშიც, იყო ტრანსპორტის სექტორშიც, მომსახურების სფეროშიც, ასე რომ საკმაოდ ბევრია, რომელზედაც ახლა ცალკეულად საუბარი გამიჭირდება. პირველი თემა ეს იყო წახალისების მიზნით გარკვეული სტიმულაციების გაკეთება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ ინვესტიციების შემოტანის საქართველოში. საკმაოდ ინფორმატიული შეხვედრა იყო, როგორც ხედავთ, ხანგრძლივი და რა გამოწვევები დასახელდა და მთავარი რა არის ახლა, რაზეც კონცენტრირება უნდა მოხდეს, როგორც სამთავრობო გუნდის, ასევე ბიზნეს სექტორში. საუბარი იყო თუ რა გზით შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკა მაქსიმალურად. საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური განვითარება და ზოგადად ქვეყნის გამოწვევა რა. აქ არის ენერგეტიკის მხარე, აქ არის ზოგადად დემოგრაფიის მხარე, ზოგადად ქვეყნის განვითარება და კურსი. კონკრეტულად რა პრობლემებზე ისაუბრეთ? ყველაფერი კარგად იქნება. მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის შეხვედრას 80-მდე მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა სხვადასხვა სექტორებიდან. უფრო მეტ დეტალს თუ რაზე იმსჯერა ბიზნესის წარმომადგენლებმა ირაკლი კობახიძესთან და ახლად დანიშნულ ეკონომიკის მინისტრთან მარიამ ქურივიშვილთან, ამას უკვე ჩვენი მაყურებელი შეძლებს, რომ ჩვენს ვებგვერდზე BMG-ზე წაიკითხოს. მადლობა ანუკა ჯოხაძე საუბრობდა საქმის კურსის პირდაპირ ეთერში. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 17 საათზე დაწყებული შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა პრემიერ-მინისტრისა და 80-მდე მცირე და მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. და დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბები 2025 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეები 9 მილიარდ 300 მილიონი ლარის დეპოზიტებს ინახავენ, რაც წლეურად 13.9%, ანუ მილიარდ 100 მილიონი ლარით არის გაზრდილი. უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ფიზიკური პირების დეპოზიტების 28.9% მოდის ეროვნული ბანკის ინფორმაციით. უცხოეთის მოქალაქეებს შორის ქართულ ბანკებში ყველაზე მეტ თანხას რუსეთის მოქალაქეები ინახავენ, რომლის მოცულობაც უცხოეთის რეზიდენტთა დეპოზიტების 37%, ანუ 3 მილიარდ 480 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე პოზიციას მილიარდ 30 მილიონი ლარით ისრაელის მოქალაქეები იკავებენ, მესამეზე უკრაინის მოქალაქეები არიან, ქართულ ბანკებში მათ 565 მილიონი ლარის დანაზოგი აქვთ.
საქართველოში ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო 1 წლის განმავლობაში 8000-ზე მეტით არის. გაზრდილი ერთ თვეში კი 1163-ით. კრედიტ ინფოს განახლებული ინფორმაციით, ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 366572 ადამიანია. კრედიტ ინფოს ბოლო 2025 წლის მაისის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება აქვთ, 366572-ს უტოლდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 358228 პირი იყო. 2025 წლის აპრილში კი 365409. ამავე სტატისტიკით, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ არის 1,950,722 ადამიანის შესაბამისად, კრედიტებს მცესხებელთა თითქმის 19% ვერ იხდის, 366,572 ფიზიკური პირიდან, რომლებიც ცესხს ვერ იხდიან, 98,451 კომერციული ბანკის კლიენტია, 295,312 კი ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორია, 4521 სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის. რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში $1,203 მილიონი შეადგენს, ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კი $1,493 მილიონი, სალიზინგოების $22,842,000. ჯამში 30 დღიდან ვადაგადაცილება $2,729 მილიონი აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4%-ია. საერთოდ ჯამში ამ წლის მაისის მდგომარეობით ქვეყანაში საფინანსო სექტორის ვალი 1,950,722 ადამიანს აქვს და გამოდის, რომ კრედიტებს მცესხებელთა 19% ვერ იხდის, თუმცა მათი დიდი წილი ბანკების კლიენტი არ არის. ეროვნული ბანკის სტატისტიკით 2025 წლის მაისში ქვეყანაში განვითარებული პოსტტერმინალების რაოდენობა 130,000-ს მიაღწია, რაც წლიურად 8000 პოსტტერმინალით, ანუ 6.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2 წლიან ჭრილში გადახდის ელექტრონული ტერმინალების რაოდენობა 29%-ით არის მომატებული. ეროვნული ბანკის სტატისტიკით პოსტტერმინალებში ამ წლის მაისში 2,100 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 500 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, ერთი ტერმინალით თვეში საშუალოდ 16100 ლარის ოპერაციები სრულდება, ეს დღეში 528 ლარის ოპერაციას ნიშნავს. რომ შევადაროთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ერთი ტერმინალის საშუალო თვიური ბრუნვა 15700 ლარი გამოდიოდა, ანუ დღეში დაახლოებით 523 ლარის ოპერაციები სრულდებოდა. სახელმწიფო მიწის არაფორმალური გამოყენება, ადგილობრივების მიერ საჰაერო დერეფანში არსებული კერძო ნაკვეთები და თავისუფალი სიმძლავრე ქვესადგურებში. TBC კაპიტალის სექტორული კვლევის მიხედვით, მზის სადგურების ინვესტორები პროექტების განხორციელებას ამ ტიპის გამოწვევებს აწყდებიან. კვლევის მიხედვით, მზის პროექტების მიმართ ინტერესი არის საკმაოდ მაღალი, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში მზის სადგურებზე დაფიქსირებული ინტერესის სრულად რეალიზება ნაკლებად არის სავარაუდო, რაც ქსელის შეზღუდვით აიხსნება. 2028 წლამდე ქსელში დასაშვები არის 500 მეგავატი მზის სადგურების ინტეგრაცია, რაც 10-ჯერ ჩამორჩება დაფიქსირებულ ინტერესს. ამასთან TBC კაპიტალის მიხედვით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მზის სადგურის 1 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ღირებულება დამატებით საგრძნობლად არის შემცირებული. კვლევაში მითითებულია, რომ საქართველოს მაგალითზე ღირებულება $45000 შეადგენს. ინფრასტრუქტურის მინისტრი ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომის მაქსიმალურად გამკაცრებას აანონსებს. რევაზ სოხაძის თქმით, ეს აფერხებს მოძრაობას და არღვევს გადაადგილების უსაფრთხოების პირობებს. სამინისტროს ინფორმაციით, წიწამურის საგურამო ცხარე-ჭამიას გზის გადასახოვამდე თბილისის სენაკილესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 23-24 კილომეტრის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების უმჯობესებლად სამუშაოები დაწყებულია. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვლევის ობიექტების გამო ავტომანქანების დგომა გაჩერება ხშირად მოძრაობის შეფერხებას იწვევს. სამუშაოების დასრულებას 3 თვეშია დაგეგმილი.
ჩვენ დღეს ვიწყებთ საგზაო სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს დამატებითი ზოლის მოწყობას, რომელიც იქნება კონკრეტულად განკუთვნილი სავაჭრო ობიექტებთან მისასვლელად, რაც მოაწესრიგებს აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობას და მაგისტრალზე ავტომობილების გადაადგილებას არ შეუშლის ხელს. ეს ერთი ღონისძიება, რაც ჩვენი მხრივ გატარდება და მეორე მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟზე ზრუნვას. ჩვენი მიდგომაც მაქსიმალურად მკაცრი იქნება მაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით. 6 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 459.207 ვიზიტორი ესტუმრა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით წლიურად ზრდა 17%-იანია. ვიზიტორთა შორის 59% ქართველი, ხოლო 51% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მონახულების მიხედვით ყველაზე მეტი ვიზიტორი ისეთ დაცულ ტერიტორიებს სტუმრობდა, როგორებიც არის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლიას მღვიმე, წალკის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო-ესთეტიკური მომსახურების სექტორში შპს კლინიკა ჰელსი და კომპანიას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის დარღვევის აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. სააგენტოს ინფორმაციით დადგინდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით შემჭიდროებულ ვადაში ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლის ნებაზე ზემოქმედებას. კლინიკის თანამშრომლების დახმარებით მომხმარებლებს აფორმებინებდნენ სესხის ხელშეკრულებებს მომსახურების ღირებულების გადახდის მიზნით, ისე რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით ერთ თვეში მოვაჭრეს დაევალა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს. ნაყინის ნიმუშებში შეუსაბამობები არ გამოვლინდა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე მონაცემებით გამოკვლეული ნაყინის 100-მდე ნიმუში შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. მიმდინარე წელს ნაყინის კიდევ 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი. ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციის და შენახვის პირობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმი. უწყებაში ამბობენ, რომ სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე კვლევის მიზნით სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი და იმპორტირებული ნაყინის ნიმუშს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონზე ნაყინზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებებით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს როგორც წარმოებებში, ასევე სარეალიზაციო ობიექტებში. ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების გადამუშავების თითოეული ეტაპი, ტემპერატურული რეჟიმები, შენახვის პირობები, ეტიკეტირება, ამავდროულად ხდება წლიური პროგრამის ფარგლებში ნიმუშის აღება სხვადასხვა პარამეტრებზე, როგორიც არის ლისტერია, როგორიც არის სალმონელა, ტრანსხიმები და ასე შემდეგ, რომელიც გამოკვლევაც მიმდინარეობს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კონტროლი მოიცავს როგორც ადგილობრივი სურსათის, ასევე იმპორტირებული სურსათის კვლევას შემოწმებას. ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართულ ვენახს შატო ზეგაანი გააშენებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და შპს შატო ზეგაანს შორის არის გაფორმებული. საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო subcustodian ბანკები მსოფლიოს 7 რეგიონსა და 83 ქვეყანაში დაასახელა. დაჯილდოების ფარგლებში საქართველოს ბანკმა ქვეყანაში საუკეთესო subcustodian ბანკის აღიარება მიიღო. ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში რეგულარულად ჩამსვლელი რუსების მიმართ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონის გამოყენება დაიწყო, რომელიც მანამდე პარლამენტმა დაამტკიცა. დონალდ ტრამპი UFC-ს ბრძოლას თეთრი სახლის ტერიტორიაზე ანონსებს. ტრამპის მიერ გაჟღერებული გეგმა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კაროლინ ლევიტამ დაადასტურა და თქვა, რომ პრეზიდენტი ამ საკითხისადმი სრულად სერიოზულად არის განწყობილი. საქართველოს რკინიგზამ 2025 წლის მარტში 114 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც რუსეთში საბჭოთა დროს წარმოებული 47 ლოკომოტივის კაპიტალური რემონტი უნდა ჩატარებულიყო. რკინიგზის დირექტორის შეცვლასთან ერთად კომპანიამ კონტრაქტს გადახედა და მისი მოცულობა 37 მილიონ დოლარამდე შეამცირა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით კაპიტალური რემონტი 47 ლოკომოტივის ნაცვლად მხოლოდ 20 ლოკომოტივს ჩაუტარდება. ხელშეკრულება გაფორმებული არის კომპანია გეორგიასთან, რომელიც
თავის მხრივ ამ სერვისის განხორციელებას ტამბოვისა და ჩელიაბინსკის სარკინიგზო ვაგონ-შემკეთებელ ქარხნებს უკეთავს. 2025 წლის მაისში საქართველოს რკინიგზის დირექტორი შეიცვალა. 7 წლიანი მმართველობის შემდეგ ამ პოსტზე დავით ფერაძე ლაშა აბაშიძემ ჩაანაცვლა. რკინიგზის ელმავლების შეკეთების 37 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის გარდა კი კომპანია გეორგიასთან სხვა ხელშეკრულებებიც არის გაფორმებული. 2024 წლის მარტში 54 მილიონ ლარიან შესყიდვაში გამარჯვებულად იყო გამოვლენილი. ტენდერი 8 თბომავლის და 8 ელმავლის შეკეთებას შეეხებოდა. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები რუსეთში, ჩელიაბინსკის და მოსკოვის ქარხნების მიერ სრულდება. ბორჯომის ჰოლდინგის მფლობელმა კომპანია RISA Investments Limited-მა 2024 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც ჯგუფურმა შემოსავალმა 120 მილიონი დოლარით 556 მილიონ დოლარამდე ზრდა დააფიქსირა. გასულ წელს კომპანიას 84 მილიონი დოლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ბორჯომის მინერალური წყალი საერთაშორისო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომლის საბოლოო მაკონტროლებელიც კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია RISA Investments Limited-ია. ჯგუფი აწარმოებს ბორჯომის ლიკანის ბაკურიანის, ასევე რუსეთის წამყვან მტკნარ წყალს, სვიატორი ისტოჩნიკსა და მორშინსკის მტკნარ და მინერალურ წყლებს. რუსული ფინანსური მარეგულირებლისათვის RISA Investments Limited-ის მიერ წარდგენილი ანგარიშით 2024 წლის განმავლობაში მისი შემოსავლების მთავარი წყარო რუსეთის ფედერაციის გაყიდვები იყო, რაც 391 მილიონი დოლარი იყო. მეორე ადგილზეა ყაზახეთი 41 მილიონ 900 დოლარის გაყიდვით. მესამეზე კი საქართველოა 39 მილიონი დოლარით. ბელარუსი 24,5 მილიონ დოლარით არის ამ პოზიციაზე და მეოთხეზე საბამისად და უკრაინა მეხუთე ადგილზეა 16 მილიონ 700 დოლარით. მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რომლის პრეზიდენტმაც 9 ივლისს გლობალურ ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ კიდევ არ გადავადდა ეს საკითხი. ამ საკითხთან მიმართებით რამდენიმე მოლოდინი არსებობს. შეიძლება ტარიფები გადავადდეს, ნაწილობრივ ამოქმედდეს, ან ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ინდივიდუალურ შეთანხმებაზე შედგეს კომპრომისი. ამ დროისათვის ცნობილი არის, რომ იმ სახელმწიფოებს, რომელთაც ამერიკასთან შეთანხმება არ გაუფორმებიათ, შეტყობინება გაეგზავნათ, სადაც აღნიშნულია, რომ შეთანხმების მისაღწევად მათ რამდენიმე საათი აქვს დარჩენილი. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება უნდა გასაჯაროვდეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობებს დაარეგულირებს. თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასი მაისთან შედარებით შემცირდა. დღით ადრე ბაზარზე მაისის ელექტროენერგიის ფასი თუ 6 ცენტი და 4/10 იყო კილოვატ-საათზე, ივნისისთვის საშუალო შეწონილი ფასი 5.7 ცენტამდე შემცირდა. ასევე თითქმის 1%-ით შემცირდა მოხმარება. თურქეთის ბაზარი და იქ არსებული ფასი ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში წარმოებული დენის 80%-ზე მეტი სწორედ თურქეთში იყიდება. ექსპორტი მაისში დაიწყო წელს და თურქეთი 172 მილიონი კილოვატ-საათის ელექტროენერგიის შესყიდვას აფიქსირებს. მაისის მდგომარეობით ჯამში 201 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გაყიდული. თურქეთის გარდა მცირე მოცულობები სომხეთსა და აზერბაიჯანშიც გავყიდეთ. წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან ქვეყანამ 9 მილიონ 100.000 დოლარის შემოსავალი მიიღო. თურქეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. თურქეთის სტატისტიკის სამსახური აღნიშნავს, რომ გასულ თვეს ქვეყანაში ინფლაცია 35%-მდე შემცირდა, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 35.4%-ისა. 35%-იანი ინფლაცია გაცილებით უკეთესი არის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც საშუალოდ 36% იყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფლაციის კლების პროცესი ოფიციალურად დაიწყო და ის მომავალშიც გაგრძელდება. ოფიციალური უწყების განმარტებით ფასების ზრდის ტემპის შენელება ცენტრალური ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 46%-მდე გაზარდა, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. ასევე თურქეთის ცენტრალური ბანკის განახლებული პროგნოზით 2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაცია 21-24%-ის ფარგლებში იქნება, რაც ამჟამინდელთან შედარებით უკეთესი შედეგია.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი რესპუბლიკელების საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმების კანონპროექტს 218 ხმით 214-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. Financial Times წერს, რომ კანონპროექტის დამტკიცებას რამდენიმე რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ ტრამპის პარტიის ყველა წევრმა ორის გარდა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს წინააღმდეგი კი მხოლოდ კენტუკის წარმომადგენელი თომას მესი და პენსილვანიელი ბრაიან ფიცპატრიკი იყვნენ. ყველა დემოკრატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, მათ თითქმით საგადასახადო ცვლილებები უმთავრესად შეერთებული შტატების მოსახლეობის უმდიდრეს ფენას აძლევს სარგებელს, მაშინ როდესაც ხარჯების შემცირება მილიონობით ამერიკელს ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დატოვებს. გამოცემა წერს, რომ ეს კანონპროექტი მზად იქნება, რათა ტრამპმა მას ხელი მის მიერ განსაზღვრულ ვადაში 4 ივლისამდე მოაწეროს და ის უკვე კანონად აქციოს. რამდენიმე ცვლილების შეტანის შემდეგ კანონპროექტი შტატების სენატმაც დაამტკიცა. რესპუბლიკელი სენატორების ნაწილი კანონპროექტს სახელმწიფო ვალის ზრდის გამო აკრიტიკებდა, ზოგი კი სოციალური პროგრამებისთვის დაფინანსების ნაკლებად შემცირებას ითხოვდა. კანონპროექტიდან შეტანილი შესწორებების შედეგად, მათ შორის ქარის და მზის ენერგიის პროექტებზე აქციზი არის ამოღებული და კანონპროექტით სოფლების ავადმყოფობისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 25 მილიარდი დოლარიდან 50 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. ეს იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება, წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუძღობიან. ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.